ასე გამოიყურება სანქტ-პეტერბურგი 24 ივლისის დილიდან. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მასირებული დარტყმების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ისე Wildberries-ის საწყობი გახდა. რუსულ Amazon-ად წოდებული პლატფორმის, რომელიც უკვე მრავალმილიარდიან ზარალს განიცდის. რამდენიმე დღით ადრე მოსკოვში დაბომბილი სასაწყობი ფაქტების გამოც. დრონებით იერიშების გამო რუსეთის 10 აეროპორტში დროებით მოუწიათ შეზღუდვების დაწესება, მათ შორის ფრენები შეჩერდა ქვეყნის ჩრდილოეთ დედაქალაქად წოდებული პულკოვოს აეროპორტშიც. იერიშების შესახებ იუწყებიან სხვა ქალაქებში. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით კი ღამის განმავლობაში შეძლეს 571 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის განეიტრალება, რაც როგორც სოციალურ და რუსულ სახელმწიფო მედიაში გავრცელებული კადრებიდან ჩანს, არასაკმარისი აღმოჩნდა. გაძლიერებული იერიშების ფონზე ბევრს უჩნდება კითხვა, რატომ ამოიღო უკრაინამ მიზანში Wildberries-ი, კომპანია, რომელიც როგორც წესი არ წარმოადგენს სამხედრო ობიექტს და რუსი მოქალაქეებისთვის სავაჭრო პლატფორმაა. კიევის თანახმად დარტყმების ქვეშ მოქცეული საწყობები იყო ლოგისტიკური ცენტრები, რომელიც რუსეთის არმიას დრონებისთვის საჭირო კომპონენტებით, სანავიგაციო აღჭურვილობით და ეკიპირებით ამარაგებდნენ. ეს ცნობა ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა უარყო, თუმცა Wildberries-ის სავაჭრო პლატფორმა სხვა რეალობას აჩვენებს. კიევის მიერ ჩამოთვლილი ყველა პროდუქტი მართლაც იყიდება და მათი პოვნა შესაძლებელია საძიებო სისტემის გამოყენებით. მეორე მხარეა ეკონომიკური ზიანის მიყენება, რაც უკრაინის კიდევ ერთი პრიორიტეტია მოსკოვის მშვიდობისკენ იზოლებისთვის. თუ დავუჯერებთ რუსულ სტატისტიკურ სამსახურებს, 2025 წელს Wildberries-ის წლეუმა ბრუნვამ 6 ტრილიონ რუბლს, ანუ 76 მილიარდ 774 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭრება, რაც რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 3%-ს შეადგენს. ამ შემოსავლების დაკარგვა ომის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით კი კრემლისთვის სერიოზული დარტყმა იქნება. რუსეთში ონლაინ საცალო ვაჭრობა 2022 წლიდან ძალიან სწრაფად გაიზარდა. მოდის სხვადასხვა სფეროებში მსხვილი უცხოური საცალო კომპანიების ბაზრიდან გასვლამ გარკვეულწილად ხელი შეუწყო ონლაინ ვაჭრობის სწრაფ ზრდას. თუმცა მთლიანად ონლაინ ბაზრის საცალო ვაჭრობის სექტორის ან შესაბამისად მთლიანად ეკონომიკის მასშტაბით ამ ეტაპზე მიყენებული ზიანი შედარებით მცირეა. ეს უფრო მორალურ-ფსიქოლოგიურ გავლენას ეხება. ადამიანებს უჩნდებათ კითხვები მთავრობის პოლიტიკის მიმართ, რადგან ახლა ისინი თვალნათლივ ხედავენ, რომ კონფლიქტი მათ საცხოვრებელ უბნებამდეც მივიდა. რუს საზოგადოებას შორის უკმაყოფილების გამოწვევაც არის უკრაინის დარტყმების პრიორიტეტთა შორის, რასაც კიევის შორი მოქმედების სანქციებს უწოდებს. ცალკე საკითხია შეიძლება თუ არა ჩაითვალოს Wildberries-ის საწყობები ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეებად, მხოლოდ იმის გამო, რომ მათ პლატფორმაზე იყიდება ორმაგი დანიშნულების პროდუქტები. საერთაშორისო სამართლის ექსპერტების თქმით, არა. ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისგან განსხვავებით, რომლებიც პირდაპირ ხელს უწყობენ ფრონტის ხაზზე რუსულ აგრესიას. თუმცა მათივე გათვლებით ნაკლებად სავარაუდოა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სამართლომ შორეულ პერსპექტივაში დაიწყოს ამ თავდასხმების განხილვა და მათი შეფასება როგორც ტერორისტული აქტები, რადგან რუსეთს არ მოუხდენია რომის სტატუტის რატიფიცირება, ხოლო ხელმოწერას კი იურიდიული ძალა არ აქვს.